შიშოვის კლინიკა დაბრუნდა ეთერში, ჩვენ ახლა გავიგებთ. რატომ ხდება, რომ ერთი და იმავე ლაბორატორია სხვადასხვა ანალიზის პასუხებს იძლევა? ეს ერთის მხრივ ძალიან ზრდის პაციენტთან დაკავშირებულ ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯების მიზეზი შეიძლება გახდეს. მოდით ჩვენ გავერკვიოთ, რატო ხდება მსგავსი მონაცემების გაცემა. ეს არის ბრალეული ერთის მხრივ სამედიცინო დაწესებულების და ლაბორატორიის. თუ მეორეს მხრივ პაციენტიც უშვებს შეცდომებს, დღეს მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად, სანამ ანალიზს ჩავაბარებთ და ძირითადად ამ საკითხებს შევეხებით დღევანდელ ჩვენს ბლოგში. ჩვენი სტუმრები უკვე აქ არიან ჩვენთან სტუდიაში, მე მინდა მათ მივესალმო და წარგიდგინოთ ქალბატონი ნინო აბესაძე, სამედიცინო კორპორაცია ევექსის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი და ქალბატონი სოფო ჯანანაშვილი, სამედიცინო კორპორაცია ევექსის ლაბორანტი. მადლობა მოგბრძანებისთვის. მე მგონი ძალიან საინტერესო თემა, რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ანალიზის პასუხები სხვადასხვა. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის შეცდომების შესახებ, რაც ლაბორატორიული კვლევის დროს შეიძლება მოხდეს და იმ მიზეზების შესახებ, ეს მიზეზი შეიძლება იყოს სუბიექტური, შეიძლება ობიექტური, რომელიც ხდება ხოლმე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებისას. თვითონ შეცდომების განვითარების ალბათობა რომ კარგად გავიაზროთ, მე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიული კვლევის სრული ციკლი რამოდენიმე პერიოდისგან შედგება, ანუ ესე ვთქვათ, ფაზისგან. და თითოეულ ამ ფაზაში პაციენტის მხრიდანაც და ლაბორატორიის მხრიდანაც უნდა იყოს მკაცრად დასწული საჭირო ყველა წესი. იწყება თვითონ ციკლი, ეგრეთ წოდებული პრეანალიზური ფაზა, ანუ კვლევის ჩატარებამდე პერიოდი მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისთვის ანალიზის დანიშვნით. მერე ხდება საანალიზო მასალის ჩაბარება და პრეანალიზური ფაზა მოიცავს ამის გარდა საანალიზო მასალის დამუშავებას, ტრანსპორტირებასა და შენახვას. თითოეულ ამ ეტაპზე დაშვებული შეცდომა საბოლოო ჯამში აისახება კვლევის შედეგზე. კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს, რომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ შეცდომათა უმეტესი წილი ზუსტად ამ პრეანალიტიკაზე მოდის, ანუ 68%-ია დაახლოებით ამ შეცდომების, დიახ, საკმაოდ დიდია. პრეანალიზური ფაზა გადადის უკვე ანალიზურ ფაზაში, როცა ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი უშუალოდ კვლევას აწარმოებს და ამ პერიოდში დაშვებული შეცდომების რაოდენობა უკვე 19%-ია მკვეთრად დაბალი. დიდია, მაგრამ არა 68. და ბოლოს ციკლი სრულდება პოსტ-ანალიზური ფაზით, ანუ როცა ხდება მიღებული შედეგების ვალიდაცია და შედეგების რეპორტინგი პაციენტზე ან მკურნალ ექიმზე. გადაცემა. ამ დროს შეცდომათა სტატისტიკური მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ს აღწევს. რადგანაც ყველაზე დიდი რაოდენობა 68% პრეანალიტიკაზე, ამიტომ მინდა გავამახვილო ზუსტად იმ ფაქტორებზე ყურადღება, რომელიც იწვევს ამ შეცდომებს და რა წესი უნდა დაიცვას პაციენტმა სანამ ლაბორატორიაში მივა კვლევის ჩასატარებლად. პირველი და უმთავრესი არის სასურველია, რომ კვლევა ჩატარდეს დილით და ეს იყოს დილას 8 საათიდან 10 საათამდე. პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს საკვების მიღებისგან, ნიკოტინის მიღებისგან, ფიზიკური დატვირთვისგან იმ დღეს, როცა გეგმავს ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას. ეს ყველა მიცის ერთის მხრივ და მაინც ასე თუ ისე ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და იციან, რომ უზმოზე უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს შეცდომები მაინც ხდება. თუმცა ყველა პაციენტი არ იცავს, იმიტომ რომ არის კვლევები, რომელიც მხოლოდ 1 საათიან ან 2 საათიან მონაკვეთი არ არის საკმარისი, არ ყოფნის, მაგალითად იგივე ლიპიდური ცვლა, ქოლესტერინი და მისი ფრაქციების განსაზღვრის დროს. გარდა ამისა, პაციენტი აუცილებლად უნდა ინფორმაცია მიაწოდოს ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტს ლაბორატორიას, რა მედიკამენტებს ღებულობს, იმიტომ რომ დიახ, კვლევის ჩატარების დროს, რადგანაც ექიმმა უნდა უთხრას და ექიმმა უნდა გააფრთხილოს წინასწარ, რა უნდა გააკეთოს, სანამ ანალიზი გაიკეთებს, ხო? პაციენტის ინფორმაციის მიწოდება, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის პრეროგატივა, თუმცა ლაბორატორიასაც აქვს უფლება ამისი და კომპეტენცია, რომ ამის შესახებ პაციენტს
ინფორმაცია მიაწოდოს და აუხსნას. ძალიან ბევრი medicament-ია, რომელიც აბსოლუტურად ცვლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. ხალხო, აი აქვე მინდა კითხოთ, აი როცა ვლაპარაკობ ჩვენ ამ ანალიზებზე და პრეანალიზურ ფაზაზე, რომელიც პასუხისმგებლობის ძირითადი წილი, როგორც ჩვენ ახლა ყველამ ერთად გავიაზრეთ, მოდის პაციენტზე პირველ რიგში ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, მოდი მე მინდა ვთქვა ყველაზე გავრცელებული ანალიზები, ვთქვა სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ტრიგლიცერიდების დონის შეფასება, ქოლესტერინის მთლიანი სპექტრის, ვთქვა გლუკოზის განსაზღვრა. აი ამ კონკრეტულ ანალიზებთან მიმართებაში, ვთქვა შეიძლება რამე რეკომენდაციები? ანუ ანალიზის ჩაბარების შემდეგ იწყება თვითონ საანალიზო მასალის დამუშავება. საანალიზო მასალის დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა ეს უკვე ლაბორატორიის პრეროგატივაა და აქ დაშვებული შეცდომა უკვე ლაბორატორიის პასუხისმგებლობის ქვეშაა და აისახება შემდეგ შედეგზე. მე გავაგზავნებ თქვენს კითხვას და გეტყვით, რომ ისეთი რუტინული კვლევები, როგორც სისხლის საერთო, შარდის საერთო ანალიზი და ლიპიდური ცვლა, თქვათ, ან კოაგულოგრამა, ჰემოსტაზის მაჩვენებლები, ეს ის კვლევებია, რომლის დროსაც ყველაზე მინიმუმ პაციენტმა აუცილებლად უნდა დაიცვას ეს წესი, რომ უნდა იყოს უზმოდ, შარდი უნდა შეგროვდეს აუცილებლად დილით და ჰიგიენური ტუალეტის შემდეგ, ლიპიდური დიახ შვაულუფა აუცილებლად, რაც შეეხება ლიპიდურ ცვლას, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის 12 საათიანი უზმოდ პერიოდის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული შედეგი არ იქნება საერთოდ და ეს პირველად გავიგე, არავის არ უთქვას ჩემთვის, რომ მე აუცილებლად უნდა დავიცვო 12 საათიანი ინტერვალი ბოლო ჩამოდგა. ანუ ქოლესტერინის ფრაქციების და ტრიგლიცერიდების განსაზღვრის დროს აუცილებლად დასაცავია. გარდა ამისა, ამ კვლევებისა თქვენ რაც ჩამოთვალეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჰორმონალური ანალიზის ჩატარების დროს დაცვა დღის რომელ მონაკვეთში შეიძლება საანალიზო მასალის აღება, რადგანაც ჩვენ ორგანიზმში გამომშავდება ჰორმონები, რომლებიც სხვადასხვა კონცენტრაციით გამოიყოფა დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ეს ეხება ეგრეთ წოდებული ცირკადული რითმი. ეს ეხება ზრდის ჰორმონს, პროლაქტინს, კორტიზოლს, ტესტოსტერონს. ანუ ამ კვლევების ჩატარებისას ამის შესახებაც ინფორმაცია პაციენტს ან მკურნალი ექიმისგან, ან ლაბორატორიისგან აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მაგრამ მე ვთქვი, რომ ძალიან რთულია ყველა იმ მითითების დაცვა, რომელსაც გეუბნება ექიმი. მაგალითად, უნდა დაიძინოს 9 საათზე სტრესი. არანაირად არ არის რეკომენდებული სწორედ პროლაქტინის აღების წინ და ამის გარეშე მე მგონი დღეს ცხოვრება შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს აპრიორში, რომ ჩემი პასუხი იქნება არასწორი? გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ცვლილებას მოახდენს, მაგრამ თქვენ უნდა ეცადოთ, თუ გინდათ, რომ პასუხი იყოს სწორი და საერთოდ არ უნდა გქონდეთ სტრესი დილის საათებში და ხელი უნდა შეუწყოთ. ანუ ყველა ანალიზს რაღაც თავისი განსაკუთრებული წინა პერიოდია, რომელიც დაცვაც აუცილებელია. ის რაც მე ჩამოვთვალე და არის, რა თქმა უნდა, კიდე რომელიც ჩვენ ეთერში არ გვიხსენებია, არის ანალიზები, რომელსაც ჭირდება გარკვეული მომზადება. თუმცა ანალიზების ძალიან ბევრი კვლევები, ლაბორატორიული კვლევები რაიმე სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებენ და შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც აიღოთ და მაგრამ თუ ეს ყველაფერი დავიცავი, რაც მითხრა ექიმმა, ლაბორატორია შეცდომას არასდროს არ უშვებს და ჩემი ანალიზი პასუხი ყოველთვის სწორია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ლაბორატორიაშიც ადამიანები მუშაობენ, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, თუმცა არსებობს ამ შეცდომების თავიდან აცილების უამრავი გზა და ერთ-ერთი გზა მე მინდა გითხრათ, ეს არის შეფასება ზოგადად ლაბორატორიული საქმიანობის ოქროს სტანდარტი არის გარე ხარისხი და შიდა ხარისხის წარმოება, კონტროლი. ანუ ჩვენ მაგალითად ჩვენი კომპანია ევექსის კლინიკები ჩართულები არიან ორივე სქემაში, არის შიდა ხარისხის კონტროლი და გარე ხარისხის კონტროლი. ან მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს ლაბორატორიებში. მუდმივად. საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მოქმედებს და იყენებს ამ გარე ხარისხის კონტროლს, მაგრამ მინდა თქვა სიამაყით აღნიშნო, რომ ჩვენი კომპანიის კლინიკები ერთადერთი არის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გარე ხარისხის კონტროლის სქემებს პრეანალიზურ ფაზაში გამოიყენებენ. არსებობს ესეთი ფინური კომპანია Lab Quality, ესეთი სახელწოდებით, რომელიც წელიწადში ორჯერ აგზავნის სპეციალურ кейსებს ეგრეთ წოდებულ პრეანალიზურ ფაზებთან მიმართებაში და ჩვენ ამაში ვართ ჩართულები. აქედან გამომდინარე, მართალია შეცდომისგან არც ერთ ლაბორატორია არ არის დაზღვეული, მაგრამ ეს შეცდომები არის მინიმუმამდე დაყვანილი იმ დროს, როცა
ლაბორატორია, მენეჯმენტი, კომპანიის ხელმძღვანელობა ამას აქცევს ყურადღებას. ანუ ხდება მუდმივად ხარისხის შეფასება, როგორ მუშაობს და კონტროლი. რათა მიღებული შედეგების შემდეგ გათვალისწინებით ან სისტემაში შეიცვალოს რაღაც, ან უფრო სერიოზული ცვლილებები ეს მაინც გაიცნო, რომ ის ცვლილებები ხალხობინო, აქ მიდოდა უბრალოდ მეკითხავთ, ჩვენ ვთქვით საერთაშორისო სტატისტიკა, რომელიც დაახლოებით 19%-იან ლაბორატორიის წილზე მოსულ შეცდომებზე. ანუ როგორც ექიმი, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ახლა საუბრობდით შიდა და გარე კონტროლზე, მე მარტივად რომ მოსახლეობისთვის ეს გასაგები გახდეს. აი თუნდაც გარე კონტროლი რას ნიშნავს? ალბათ რომ თქვენგანმა ჯერ ვერ მიხვდა რას ნიშნავს გარე კონტროლი. მაგალითად, გარე კონტროლი ნიშნავს რას? თუ ვთქვათ, მოვიდა პაციენტი და თქვენ დაადგინეთ ლაბორატორიაში, რომ გაუკეთდა ამ პაციენტს, ვთქვათ 100 ადამიანს და ტრიგლიცერიდების ესა თუ ის მაჩვენებელი აქვს, ვთქვათ ჩემს კონკრეტულ კლინიკაში. ტრიგლიცერიდები. აი გარე კონტროლის შემომოწმებული ლიპიდური ცვლის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ანუ ლიპიდური ცვლის მაჩვენებელი, ამ კონკრეტიკაზე გადავალთ. ამ 100 ადამიანიდან ვთქვათ ეთქვის აი ამ კონკრეტულ დაწესებულებას. ყველა მე-10 პაციენტის 10 პლაზმა გამოაგზავნეთ ჩვენთან ცენტრალურ ლაბორატორიაში. აი სწორედ იმ რეფერალურ ლაბორატორიაში უნდა დაემთხვეს აქ შესრულებული ლაბორატორიული მონაცემები, ამ შემთხვევაში ფინეთში გაკეთებულ ლაბორატორიულ შენაცემ. აი ამას ეწოდება გარე კონტროლი. ჩვენ შეგვიძლია დემონსტრირება გავაკეთოთ სტუდიაში. ლიპიდური ცვლის ორი მაჩვენებელი შეგვიძლია განსაზღვროთ. ჩვენ წამოღებული გვაქვს ორი ნიმუში საანალიზო მასალის, ერთი ანუ ყველა წესის დაცვით აღებული და მეორე შედარებით უფრო არ აქვს პაციენტს დაცული, ასე რომ ვთქვათ 12 საათიანი ეს პერიოდი უსმოსი. ორი შემიძლია რომ მიბრძანდეთ და გავაკეთოთ. მოკლედ წავედი მე ევექსის ლაბორატორიაში. ამ დროს შეგვიძლია ვნახოთ განსხვავება. მოდი, ბიძინა ექიმო და ეს არის. ნახოთ. ანუ ახლა რაზე მიკეთებთ ანალიზს, რას გაბიგებთ? ისე სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ არასოდეს გამიკეთებია ეს ანალიზი. ახლა რასაც ჩვენ საზღვრავთ, ორი მაჩვენებელი, საერთო ქოლესტერი და ჩვენ საზღვრავთ ახლა ქალტონიურ მაჩვენებლებს. ორი მაჩვენებელი, ერთი არის საერთო ქოლესტერი, მეორე ტრიგლიცერიდები. ორივე მაჩვენებლის ზრდა პირდაპირ კორელაციაში არის გულსიზრდა სისტემის გამო სიკვდილიანობასთან. საშუალო რამდენ ხანში გვეცოდინება? წეველია ნანიკო და ძალიან საინტერესოა, ბა როგორი მონაცემები ექნება ეს საერთაშორისო ერთეულები განგვიზოგადეთ. ერთი წუთი. და ეს არის ძალიან ზუსტი, ხო, ეს ხელსაწყო რამე? ეს ხელსაწყო საკმაოდ ზუსტია. ანუ შეიძლება საფრთხეობა არა. ამას საკონტროლო მასალა მოდიოთ რომ აკონტროლო ტრიგლიცერიდები და ქოლესტერი. მედი 10 ერთად ავითვალოთ. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 პასუხი 198 გავიმარჯვეთ. ორი ციფრი აკლია. სულ ორი ციფრი აკლია. 198 ეს არის ნორმა, ანუ ზღვარში ეტევა თქვენი. თუმცა ძალიან ახლოს არის აი 200-თან. ძალიან ახლოს არა გაქვს ახლოს. ნუ მე მაინც გადავწყვეტე რომ უნდა დავანებო სიგარეტს. თავი ასე რომ ზუსტად თებერვლის ბოლოს იმისი რომ სიგარეტს უნდა დაანებოთ თავით 15 იანვარს. მაგრამ სიგარეტი უშეშო. ჯერ სასიხარულოდ გაქვს საქმე. ნამდვილად. მოკლედ მე ევექსში მოვალ 2016 წლის თებერვალში და კიდევ ერთხელ შევამოწმოთ ჩემი დონე ქოლესტერინის და აი მე ვნახოთ რა გოგო ვარ. მე ძალიან მინდა დაუბრუნდეთ ცოტა რითაც დავიწყეთ რომ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად ამ პრეანალიტიკას ჩვენი კომპანიისთვის, იმიტომ რომ ჩვენმა კომპანიამ დღეს გაზარდა ამბულატორიული ქსელი თბილისში 3 დიდი ამბულატორია არის წარმოდგენილი და მეოთხე ახლა გაიხსნა გდანში და აქედან გამომდინარე ჩვენთან მოსული პაციენტისთვის ლაბორატორიული კვლევა ხელმისაწვდომიც იქნება და მიღებული შედეგი სანდო და სარწმუნო. მადლობა. ესე იგი შეგვიძლია რომ მოეშვა და იყო დარწმუნებული რომ ეს შედეგი არის ზუსტი. მაგრამ არ იცვლება თარიღი 2016 წლის 15 იანვარი. ხალხო კიდევ გქონდათ რაღაც საჩვენებელი ხო? თუ სწორად მახსოვს ჩვენ ნიმუშები გვაქვს მოტანილი, რომელიც ვიზუალურადაც სოფო თუ შეგიძლია როა ჩვენ ანუ განსხვავება საკმაოდ ჩანს თვალითაც
აი ეს ეგრეთ წოდებული კილოზური შრატი, ეს ადამიანის სისხლისგან მიღებული შრატია, ესეთი შრატია და ხედავთ კიდეც განსხვავებას, რომ აპრიორი თვალახილულადაც შეგიძლია პროგნოზი გააკეთო, რომ აქ საკმაოდ მაღალი იქნება ტრიგლიცერიდიც და საერთო ქოლესტერინიც. ვიზუალურად ასე ეთყობა. რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. და ყველასთან რამაც შემაშინა ახლა, ანუ მაღალი რაოდენობა ქოლესტერინის არის ერთ-ერთი ნიშანი გულსიწვართა დაავადებების რისკ ფაქტორად მიეკუთვნება. მაგრამ ხო შეიძლება ყვებით რაღაცით დარეგულირება ამისი ყველაფრის, ამისი იმედი მოინიშნოს. ნახევარების წესი არის. თავდანინო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის და ესეთი ამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ჩვენ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, არანაკლებ საინტერესო თემებით, იქამდე კი გაუხტრილდით თქვენს ჯანმრთელობას. და დაგველოდეთ ხვალ ჩვენ ისე თქვენთან ერთად ვიქნებით. ნახვამდის. ბედნიერ დღეს გისურვებთ.